STEM განათლების სისტემაზე დაფუძნებული სამთვიან უფასო პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. მონაწილეობის მიღება 14-დან 18 წლამდე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებით, ინჟინერიით, მათემატიკით, მეცნიერებით არიან დაინტერესებული და სურვილი აქვთ გაეცნოს სფეროში არსებულ შესაძლებლობებს. პროექტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და STEM ინოვატორთა ასოციაციის ერთობლივი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. ამას ქვია რეალური ვირტუალური ლაბორატორია, ვატარებ ცდას რეალურ გარემოში, მაგრამ ყველა თანხლები, უხილავი მოვლენა ხდება ხილული. რეალური ცდის ვიზუალიზაცია ხდება. ეს არის უპირატესობა ამ ლაბორატორიის, იმიტომ რომ არსებობს ჩვეული ლაბორატორია, კი ბატონო, რაღაც სტეპს ვატარებ, რა ხდება ვერაფერს ვერ ვიგებ. ორი სამყარო შერწყმა ხდება. ბავშვს შეძლება საშუალება ექსპერიმენტი ჩაატაროს თავად. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შენ თვითონ როცა აკეთებ ექსპერიმენტს, შენ იწყებ მაშინ აზროვნებას. ჯერ ონლაინ ტრენინგები ტარდება ონლაინ. თიმში რეგისტრირდებიან ბავშვები და ჯგუფები დგება. მერე გადავდივართ უკვე რეალურ გარემოში, უკვე ჩემს ლაბორატორიაში მოდიან. აქ იწყებენ პატარა ჯერ მარტივი ექსპერიმენტებით, მერე უფრო რთულით, მერე იდეები უჩნდებათ. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ მრავალფეროვანი იყოს ეს. და აქედან უკვე თვითონ იკვეთება. ვის რა მიმართულება აინტერესებს. უკვე 3 წელია მიმდინარეობს ჩვენი თანამშრომლობა. აღნიშნული პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია ახალგაზრდობისთვის, რადგან ამ პროექტის ფარგლებში შეძლებენ რეალური პროექტების განხორციელებას. ისინი იმარჯვებენ საერთაშორისო კონკურსებშიც, როგორიცაა მილენიუმის პროექტი. დევნილი ბავშვების მიერ შექმნილმა პროექტმა გაიმარჯვა ლეონარდო და ვინჩის კონკურსი. ეს იყო ჭკვიანი სარწყავი სისტემა, რომელიც საკუთარი ხელით შექმნეს. STEM განათლების სისტემაზე დაფუძნებული პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდების გადამზადება შესაბამისი სპეციალისტების მიერ წინასწარ გაწერილი კურიკულუმის საფუძველზე მოხდება. განაცხადების მიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მოემატა ახალგაზრდების რაოდენობამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რეგიონებიდან ნებისმიერ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებული ახალგაზრდები მიემგზავრებიან საერთაშორისო ბანაკში და მონაწილეობენ სხვადასხვა გამოფენებში. STEM განათლების სისტემაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მონაწილეთა შერჩევა სამოტივაციო წერილის საფუძველზე მოხდება. დეტალური ინფორმაცია ნახეთ სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდზე მითითებულ ლინკზე ან სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.